საღამოშვიდობისა ტელეკომპანია გურჯანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორნების შემოწმება დაიწყო. გურჯაანში რამდენიმე კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა და დაიხურა. Როგორი ჰიგიენური მდგომარეობაა გურჯაანის რესტორნებში, რა პირობებში ამზადებენ საკვებს და რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვებათ. იყო მწვანილთან ხორცი არ უნდა დებულიყო, ესეთი იქ იყო რაღაცა შხეფი მიწუწებული, 2 წუთის წინ გაკეთებული საჭმლიდან შხეფი იყო, ის არ იყო ჩამორეცხილი და აი ამ დარღვევაზე იქნა დაწერილი ჯარიმა. გარკვეული შენიშვნები მოგვცეს ჩვენ დარბაზთან დაკავშირებით. კახეთში სტიქიის შედეგები დათვლილია, რომელი სოფლები დააზარალა სეტყვამ და რამდენი პროცენტით. კერძოდ ვენახები და ესე თქვა 770 ჰექტრამდე. თუ გაქვთ იდეა და არ გაქვთ თანხა ბიზნესის დასაწყებად, შეგიძლიათ სახელმწიფო პროგრამაში მიიღოთ მონაწილეობა და მიიღოთ გრანტი. 15 მაისიდან აწარმოეს საქართველოში და მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები იწყება. Როგორ უნდა ჩაერთოთ კონკურსში და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ? ინტერვიუ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ოთარ ანთიასთან. საცურაო აუზები, ფიტნეს კლუბი, სპორტ კაფეები, თელავში ულტრათანამედროვე სპორტ კომპლექსი შენდება. დარწმუნებულა რომ თელავი საცხოვრებლო სახეობებში იქნება ერთ-ერთი რეგიონალური ცენტრი. ეს არ არის მხოლოდ კიდევ დახურული საცურაოაზე, არამედ ეს არის სპორტული კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რამოდენიმე საცურაო აუზს, რომელიც აერთიანებს ფიტნეს ცენტრს და ასე შემდეგ. ეთერშია ტელეკომპანია გურჯანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ, ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯანი გუყურეთ სილქნეძე, მაგთისაცე და მაი ვიდეოზე. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რესტორნებში არასანიტარული პირობები და სხვა დარღვევები აღმოაჩინა, რამდენიმე დაჯარემ და ზოგიც კი დაიხურა. გურჯაანში ერთ-ერთი, რომელმაც ფუნქციონირება შეწყვეტა, ეგრეთ წოდებული ჩალიჩების რესტორანია. მანამდე კვების ობიექტი 1000 ლარი დაჯარემდა. რა პირობებში მზადდება საკვები რესტორნებში და რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ იმისათვის, რომ მუშაობა განაგრძონ, საკითხს გიორგი ბაღანაშვილი და დავით პეტრუსაშვილი არკვევდნენ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორნებისა და საკვები ობიექტების შემოწმება დაიწყო. გურჯაანის ცენტრში მდებარე ეგრეთ წოდებული ჩალიჩების რესტორანი სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დარღვევისათვის 1000 ლარით დაჯარიმდა და დაიხურა. ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, მალე სარემონტო სამუშაოები დაიწყება, რის შემდეგაც ვარაუდობენ, რომ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. იყო რაღაც უმნიშვნელო დარღვევები, აი კლიენტს აქ უნდა მოტანილი პროდუქტები და იქ იყო მწვანილთან ხორცი არ უნდა დებულიყო, ესეთი იქ იყო რაღაცა შხეფი მიწუწებული, 2 წუთის წინ გაკეთებული საჭმლიდან შხეფი იყო, ის არ იყო ჩამორეცხილი და აი ამ დარღვევაზე იქნა დაწერილი ჯარიმა. 1000 ლარიანი ჯარიმა დაიწერა. დაჯარიმდა რესტორანი დარღვევებზე სისუფთავესთან დაკავშირებით. დაიხურეთ. კი, უკვე დავხურეთ, იმიტომ რომ გვინდა რომ ეს განახლება გავაკეთოთ, როგორც შეეფერება სტანდარტებს და კუხნა როგორც წესი და რიგია. ის მაგიდები იქნება რა, ყველაფერი შემოიტანოთ ისეთ და იმ განაახლებს მერე მუშაობას შოულები. შემოწმების შედეგად დარღვევები აღმოჩნდა სხვა რესტორნებშიც. მათ შენიშვნები და რეკომენდაციები უკვე მიიღეს. გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე ამ საბანკეტო დარბაზს კი პირველ რიგში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოსთხოვეს, რის გამოც სარემონტო სამუშაოები უკვე დაიწყეს. იყვნენ ჩვენთან სურსათის უნარების სამსახურიდან თანამშრომლები, რომლებსაც გარკვეული შენიშვნები მოგვცეს ჩვენ დარბაზთან დაკავშირებით. უკვე დაწყებული გვაქვს რეკომენდაციების გათვალისწინება, შეთეთრება და ისინი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ჩვენ დარბაზში. ბოლო 2 კვირის განმავლობაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის მასშტაბით, მათ შორის გურჯაანშიც 27 დოკუმენტური შემოწმება განახორციელა. აქედან 7 დაჯარიმდა, 4 საზოგადოებრივ კვების ობიექტს კი საქმიანობის უფლება შეუჩერდა. შემოწმების დროს ძირითადად სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოიკვეთა, ასევე მოუწესრიგებელი აღმოჩნდა ინფრასტრუქტურაც. ბოლო 2 კვირის განმავლობაში კახეთის რეგიონში განხორციელდა 27 დოკუმენტური შემოწმება და 19 ინსპექტირება. ამ შემოწმებების შედეგად გამოვლინდა 7 დაჯარიმების შემთხვევა. ეს ძირითადად იყო ასეთი სახის დარღვევები, ვადაგასული სურსათის გამოვლინება მოხდა და ასევე მიკვლევადობის დარღვევა და ასევე 4 ბიზნეს ოპერატორს საზოგადოებრივი კვების ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
იმ ობიექტებს, რომლებმაც გაფრთხილება და რეკომენდაციები მიიღეს, კვლავ შეამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თუ დადგენილ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებენ, ჯერ დაჯარიმდებიან, შემდეგ კი დაიხურებიან. 8 მაისს მოსული სეტყვის შედეგად ყველაზე მეტად ბაკურცეხის მოსახლეობა დაზარალდა, აქ მოსავლის 50% განადგურდა. სტიქიამ დააზარალა მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების კარდენახი, ბაკურცეხე, ჩუმლაყი, ახაშენი, ზეგანი, მუკუზანი. მოსავალი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული შაშიანში. აქ სტიქიის დღეს ტელეკომპანია გურჯაანი იმყოფებოდა. ეს კადრები მარწყვის პლანტაციებში გადავიღეთ, სადაც სეტყვის მარცვლების სტიქიდან 2 საათის შემდეგაც კი შემორჩენილი იყო. სოფელში დაისეტყვა სხვა კულტურებიც. გურჯაანის გამგეობის ინფორმაციით სეტყვამ სულ 1500 ჰექტრამდე მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურები დააზიანა. სპეციალური კომისიის შეფასებით ზარალის პროცენტული მაჩვენებელი 5-დან 50%-მდეა. დაზარალებულთა უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. ძირითადად დაისეტყვა მრავალწლიანი კულტურების ფართობები, კერძოდ ვენახები დაისეტყვა 770 ჰექტრამდე. კურკოვანი ხილი ძირითადად ატამი და ვაშლატამა 710 ჰექტარი და ერთწლიანი კულტურები პომიდორი, კიტრი და ამ შემდეგ 15 ჰექტარი. დასეტყვის ხარისხი იყო სხვადასხვანაირი, დაწყებილი 5%-დან დამთავრებული 50%-ის ჩათვლით. თელავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება. მშენებარე ობიექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოადგილესთან ერთად მოინახულა. სპორტული კომპლექსი კერძო ინვესტიციით შენდება. ამ ეტაპზე მუშაობს 2 მცირე ზომის აუზი, კეთილ მოეწყო გასახდელები, საშხაპეები, სპორტ კაფე, გაიხსნა 2 ფიტნეს დარბაზი გოგონებისა და ვაჟებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს 5 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც როგორც სპორტსმენებს, ასევე ტურისტებს უმასპინძლებს. მშენებლობის პროცესშია ერთი ღია და ერთიც დახურული აუზი, რომელიც წყალბურთის სტანდარტებში ჩაჯდება და საქართველოს ნაკრების შეკრებებსა და მატჩებს უმასპინძლებს. აუზს ექნება 400-კამიანი ტრიბუნა. სპორტული კომპლექსის მენეჯმენტს დაგეგმილი აქვს ბოულინგ ცენტრის მშენებლობაც. ახალი კომპლექსი დაათვალიერა საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ. არა მარტო წყალბურთელებს, მოცურავეებს და სპორტის სხვადასხვა სახეობებს სპორტსმენებს შეეძლებათ რომ დაკავდნენ სპორტით და ასევე ჩვენი მხრიდან აუცილებელია რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ და მე დარწმუნებული ვარ რომ თელავი საწყლოსნო სახეობებში იქნება ერთ-ერთი რეგიონალური ცენტრი. არაერთი საერთაშორისო ტურნირის უმასპინძლის თელავი და ეს აუზი არის საჩუქარი მომავალი თაობისთვის. ქართული სპორტისთვის და ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავხადო, ვინც ბატონ შალვას ხელი შეუწყო ამ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ კიდევ დახურული საწურაოაზე, არამედ ეს არის სპორტული კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რამოდენიმე საწურაო აუზს, რომელიც აერთიანებს ფიტნეს ცენტრს და ასე შემდეგ. აღნიშნულ კომპლექსს ანალოგი არ გააჩნია არა მხოლოდ კახეთში, არამედ სულ რამოდენიმეა მთლიანად საქართველოში. მინდა სიხარულით ხაზი გაუსვა იმას, რომ აღნიშნული იდეის მხარდაჭერაში და განხორციელებაში ერთსულოვანი იყო როგორც ბიზნესი ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება. კახეთის რეგიონში გაიხსნა კიდევ ერთი საცურაო აუზი, რომელიც ჯანმრთელობისთვის, მომსახურებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს იქნება კიდევ ერთი ინვესტიცია, კერძო ინვესტიცია, რომელმაც შეიძლება რომ დადებითი ასახვა ჰქონდეს მოსახლეობაზე. არსებული არის 2 აუზი, სადაც რომლის სიმაღლეც არის 1.15 არის არსებული 2 ფიტნეს დარბაზი, არის კაფეები, შენდება 25 მეტრიანი, 35 მეტრზე კიდევ ერთი აუზი, სასტუმრო შენდება. მომავალი წლისთვის იქნება ეს სრულად მომზადებული. თუ გაქვთ იდეა და არ გაქვთ თანხა ბიზნესის დასაწყებად აწარმოეს საქართველოში და მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, წელსაც გთავაზობთ გრანტებს იმისათვის, რომ თქვენი იდეა ბიზნესად აქციოთ. კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მაგალითად მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები მინიმუმ 5, მაქსიმუმ კი 15000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებენ. როგორ უნდა მიიღოთ კონკურსში მონაწილეობა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწარმოეს საქართველოში სააგენტოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ოთარ ანთია მოგვაწვდის.
ბატონო თარ, დიდი მადლობა, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალ ამბებში მონაწილეობთ. 15 მაისიდან უკვე აწარმოეს საქართველოში და მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები იწყება და წელს, როგორც ვიცი, კონკურსი მხოლოდ 2 კვირას გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. წინა წლებში გაცილებით დიდი დრო ჰქონდათ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს მოსამზადებლად. წელს ასე მოკლე ვადა რატომ მიეცით? მოგესალმებით. პირველ რიგში აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით 15 მაისს იწყება განაცხადების მიღება და დასრულდება 31 მაისის ჩათვლით. ეს არის მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტის სრულიად ახალი ეტაპი, რომელიც გულისხმობს ანალოგიურად ისევ განმეორდები საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ტიპის ბიზნესების წახალისებას, როგორც ფინანსური, ასევე შესაბამისი ცოდნის მიწოდების თვალსაზრისით. რაც შეეხება განაცხადების მიღების ვადებს, ჩვენ ბუნებრივია რაღაცა ამ პერიოდის განმავლობაში 2015 წლიდან დღემდე რაღაც ცვლილებები განვახორციელებთ, კიდევ უფრო გამარტივდა დაინტერესებული პირების მხრიდან პროგრამაში მონაწილეობა, როგორც ასეთი და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც როგორც ასეთი შემცირდა განაცხადების მიღების ვადა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც ამას წინ უძღვოდა, ეს ის რომ ზოგადად ცნობადობა პროგრამის შესახებ საკმაოდ მაღალი არის, ჩვენს ანალოგიურად ძალიან ბევრი ზარები და კითხვები მოდის როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე ჩვენ სერვის ცენტრში სატელეფონო ზარების მეშვეობით პროგრამასთან დაკავშირებით. თუ საწყის ეტაპზე განაცხადების მიღება გრძელდებოდა არც თუ ისე დიდი ხნით, არამედ ერთი კვირით მეტი, როგორც ასეთი დღეს ეს არის 2 კვირა, რაც საკმარისი პერიოდი არის, რადგან ზოგადად ამ პროგრამის შესახებ, როგორც ასეთი საზოგადოებას ინფორმაცია აქვს, ინფორმირებულები არიან. ზუსტად განვლილი 2 წლის განმავლობაში ჩვენი მხრიდან რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანებთან დამყარებული კომუნიკაციის დიახ, გასაგებია, წინა წლებთან შედარებით პროგრამას თუ დაემატა რაიმე სიახლე და რომ განუმარტოთ მაყურებელს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კონკურსში მონაწილეობის მსურველები და რა ეტაპების გავლა მოუწევთ მათ? კი ბატონო, არსობრივად ეტაპების თვალსაზრისით ბევრი არ შეცვლილა, საუბარი არის ისევ განაცხადების მიღებაზე, ბიზნეს იდეების კონკურსზე, შემდეგ მოხდება გამარჯვებული პირველ ეტაპ გადალახული ბენეფიციარების დატრენინგება ზოგად მეწარმეობაში, რაც აბსოლუტურად უსასყიდლოდ მოხდება დაინტერესებული და პროგრამით დაინტერესებული პოტენციური ბენეფიციარისთვის. შემდეგ მოდის ბიზნეს გეგმების კონკურსი და ამ 2 საკონკურსო ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ უშუალოდ პროგრამაში მონაწილე პირი მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის გამოწყებისთვის ან არსებულის გაფართოებისთვის აუცილებელ ფულად რესურსს. ეს რაც შეეხება ზოგადად პროცედურებს, ხოლო რაც შეეხება კრიტერიუმებს, ანალოგიურად ბიზნესი აუცილებლად უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული, გონივრულ ვადაში, აქ საუბარი არის საშუალო ვადიან პერიოდზე, 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში იმ ბიზნესებს, რომლებიც ამ პერიოდში მოახდენენ პირველი შემოსავლის ჩვენებას, მიენიჭებათ უპირატესობა და ასევე როგორც წინა ეტაპების განმავლობაში ამ ეტაპზეც მოხდება პრიორიტეტის მინიჭება ახალგაზრდებისთვის, იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ხორციელდება სოფლად და ასევე პრიორიტეტები ენიჭებათ ქალბატონ მეწარმეებს. ბატონო თარ, ალბათ თქვენ სტატისტიკა გექნება წინა წლებში ძირითადად რა სახის ბიზნეს იდეები დააფინანსეთ? მოდი ესე ვთქვათ, აღნიშნული დამოკიდებული არის ზოგადად რეგიონის სპეციფიკაზე, როგორც მოგეხსენებათ, იმ რეგიონებში, სადაც ტურისტული პოტენციალი მეტნაკლებად მაღალი იყო, შესაბამისად ისეთი ბიზნესები და ბიზნეს იდეები წამოვიდა, რომელიც ბუნებრივია ტურიზმის სექტორთან არის დაკავშირებული და გამომდინარე რეგიონის სპეციფიკიდან რეალურად არის ჩვენთან როგორც ასეთი ეკონომიკური საქმიანობის ტიპი შეზღუდული არ ყოფილა, რამაც მოგცა საშუალება, რომ საკმაოდ კრეატიული იდეების შესაძლებლობაც ყოფილიყო დაშვებული და მხარდაჭერილი ჩვენი მხრიდან. რა არის ძალიან დიდი მოთხოვნა ტურიზმის მიმართულებით, იქნება ეს საოჯახო ტიპის სასტუმროები თუ სხვა ტიპის ტურიზმთან დაკავშირებული სერვისის მიწოდება, მრავლად არის ასევე არასასოფლო და სასოფლო სამეურნეო წარმოება და ასევე არასასოფლო სერვისის მიწოდება.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში იგივე პირობა რჩება დაფინანსების კუთხით, როგორც იყო მაგალითად ერთი ბენეფიციარის შემთხვევაში 5,000 ლარი გრანტი გაიცემა, ორი შემთხვევაში 10,000 და სამი შემთხვევაში 15,000 ლარი. Absolutურად პირობები იგივე რჩება აბსოლუტურად, საუბარი არის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ერთი მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში 5,000 ლარიან ფინანსურ მხარდაჭერაზე, ეს არის საგრანტო კომპონენტი, ორი მეწარმე თუ გაერთიანდება ერთი პროექტის ირგვლივ, მაგ შემთხვევაში საუბარი არის მაქსიმუმ 10,000 ლარზე, ხოლო სამი მეწარმის ერთი პროექტის ირგვლივ გაერთიანების შემთხვევაში 15,000 ლარზე. ნუ რაც თავარია და რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასევე აუცილებელია მეწარმეების მხრიდან მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობა თანხმობრივ. დიახ, წინასწარ თუ გაქვთ განსაზღვრული წელს, რამდენ ბიზნეს იდეას დააფინანსებთ, რამდენი გამარჯვებული გამოვლინდება? წინასწრების სტატისტიკას რო გადავხედოთ, საუბარი არის საქართველოს რეგიონებში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილ 3,205 ბიზნეს იდეაზე, ეს ბიზნეს იდეები დაფინანსდა 2015 წლიდან 2016 წლის ბოლომდე. საუბარი არის 3,205 ვინაიდან და რადგანაც შეიძლება როგორც ინდივიდმა განახორციელოს, ასევე ინდივიდთა ჯგუფმა აერთიანებს 4,910 ინდივიდს, რომელიც საქართველოს რეგიონებში ჩაერთო სამეწარმეო პროცესში. რაც შეეხება ახალი ეტაპის ფარგლებში, საუბარი არის 2,000-ზე მეტ დამატებით ბენეფიციარზე, რომელიც ჩვენ პროგრამას ასევე შეემატება ზუსტად მიკრო და მცირე მეწარმეობის ახალი ეტაპის ფარგლებში. და ბოლოს ბატონოთა რა რჩევას მისცემთ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს და წინა წლებში ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა, მათაც თუ მიეცემათ საშუალება გაფართოების მიზნით კვლავ ჩაერთონ პროგრამაში. ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა და მიიღო დაფინანსება და პროგრამაში ჩაერთო, მას ამ ეტაპისთვის არ აქვს უფლება რომ აღნიშნული კომპონენტით ისარგებლოს, მაგრამ მათ ვინც წინა ეტაპების განმავლობაში ვერ გადაალახეს საკონკურსო პირობები, მათ აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს შანსი და ხელახლა შემოიტანონ განაცხადი. რაც შეეხება რჩევებს, მინდა რომ ერთადერთი რჩევა არის რომ გამოიჩინონ მაქსიმალური ინტერესი ამ პროგრამის მიმართ და მოახდინონ არ დაიზარონ, მოდი ესე ვთქვათ, და შეავსონ ის მარტივი განაცხადის ფორმა და გაიარონ ის მარტივი ეტაპები, რომელიც დადგენილი არის ამ პროგრამით იმისთვის, რომ წარმატებულად მოახდინონ საკუთარი იდეების კომერციალიზაცია. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და ჩაგვერთეთ. გვესაუბრებოდა აწარმოის საქართველოში სააგენტოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ოთარ ანთია. შეგახსენებთ, რომ 15 მაისიდან ორშაბათიდან შეგიძლიათ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს გვერდზე წარადგინოთ თქვენი იდეა. პროცესი არის მარტივი, უნდა აღწეროთ ბიზნეს იდეა და არსებუთოთ რატომ არის კარგი იდეა და ასევე იქნება მომგებიანი. რამდენიმე მონაწილე იქნებით, დაფინანსება გესაჭიროებათ და მიყვებით ინსტრუქციას. 31 მაისს დასრულდება იდეების კონკურსი. თუ ბიზნეს იდეას მოიწონებენ, უკვე გადახვალთ მეორე ეტაპზე. ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში, შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში წუხელ მოხდა. ოპელის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმე დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მძიმეა 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზეა. წინასწარი ინფორმაციით ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 23 საათზე და 15 წუთზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი ავტოავარიის შემდგომ პოლიტრამვებით. ერთი ახალგაზრდას მდგომარეობა შედარებით მსუბუქი დაზიანებებით იყო, ის გადის ამ წუთას თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ინტენსიურ დაკვირვებას, ხოლო მეორე 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, ის ამ წუთას იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. უკვე 72 წელია, რაც ვეტერანები 9 მაისს ყოველ წელს მოუთმენლად ელიან, თუმცა მათი რიცხვი თანდათან ყოველწლიურად მცირდება. წელს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისვლად 13 ვეტერანიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მხოლოდ 3-მა შესძლო. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს წელს გამარჯვების დღე გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და გამგეობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. დიდების მემორიალზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ჩვენი გადამღები ჯგუფი ეთერ თეთრაძე და გიორგი შიაშვილი იმყოფებოდა.
დიდ სამამულო ომში გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან 12000 ახალგაზრდა წავიდა, თუმცა იქიდან მხოლოდ 4000 მათგანი დაბრუნდა. სწორედ მათ საპატივსაცემოდ 1978 წლის 9 მაისს გურჯაანში დიდების მემორიალი გაიხსნა. ამავე წელს დაიდგა ჯარისკაცის მამის ძეგლიც, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ ითვლება. ვეტერანების რიცხვი ყოველწლიურად მცირდება. წელს ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლის თავს მხოლოდ 13 ვეტერანი შეხვდა. აქედან დიდების მემორიალზე მისვლა მხოლოდ 3 მათგანმა შესძლო. უმეტესობა 90 წელს გადაცილებულია და გადაადგილება უჭირს. 96 წლის რაჟდენ დანელიშვილმა კი ტრადიციას არ უღალატა და წელსაც მოახერხა 9 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. სოხუმიდან დავიწყე. სოხუმის ახლო ტერიტორიაზე იქ ჩაგვიყვანეს აქედან მე ერთი ხوار წავედი რაიონიდან წავედით სოხუმის ახლო შავზღვიდან და დავამთავრე რეიხსტაგის მონაწილეობად. კურსკი დოგოთა მიბზოდი და დავიჭერი. ხდეზე აფხი მაღლა და რუაველი გადმააგდო ხელკუმბარა და იქ მოვხვდაი. მე ვიბზოდი სოჩიდან, სოჩის პერიოდიდან. მე მთელი კუბანის განთავისუფლება. მე კუბანის განთავისუფლეთ. მე კიევის მიმართულებით, ვინიცის მიმართულებით. დიდების მემორიალზე ვეტერანებთან ერთად გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათ მარადიული ცეცხლი აანთეს და მარადისობის კედელი გვირგვინებით შეამკეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ ამ დღეს მოხდა ფაშიზმზე გამარჯვება და წელს აღინიშნება 72 წელი. მე მინდა ვეტერანებს მიულოცო დღევანდელი დღე და ასევე თანაუგზნო იმ ოჯახებს, რომელი ოჯახის წევრებიც მეორე მსოფლიო ომს შეეწირნენ. თქვენ ხართ სოციალური ლეგენდები, რომლებიც ჩვენს რეალობაში არსებობთ. ამ სიტყვებით მიმართა ვეტერანებს გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა მათ გამარჯვების დღე მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. სამი ვეტერანი იყო მობრძანებული დღეს 9 მაისის მემორიალზე. ტრადიციულად ყოველწლიურად აღინიშნება ხოლმე გურჯაანში და მინდა მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა უსურვო და დიდხანს სიცოცხლე უსურვო, იმიტომ რომ ესენი არიან ცოცხალი ლეგენდები, რომელიც ჩვენს რეალობაში არსებობენ და არიან და მინდა რომ მათ თითოეულმა ჩვენგანმა შესაბამის პატივცემა და მივაგვთ. მეორე მსოფლიო ომში 60 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ფაშიზმზე გამარჯვებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა საქართველომ. რას ემსახურებოდა ეს ამდენი ადამიანის ბრძოლა სისხლისღვრა? ემსახურებოდა იმას, რომ მსოფლიო გადაარჩინეს ფაშიზმის სისასტიკისაგან, უბედურებისაგან, მსოფლიო ფაქტიურად სხვა მიმართულებით და ბედნიერი მიმართულებით. წავიდა მას შემდეგ, რაც ფაშისტური გერმანია დამარცხდა. ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში სხვა მრავალ ადამიანებთან და მრავალ ქვეყნებთან ერთად უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს. და ეს ღვაწლი აუცილებლად უნდა დავაფასოთ. შარშან 9 მაისი გურჯაანში 17-მა ვეტერანმა იზეიმა, წელს კი მხოლოდ 13-მა მათგანმა გაიხსნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს გურჯაანის მუნიციპალიტეტმა საჩუქრა 200, ხოლო ვეტერანთა სამსახურმა 600 ლარი გადასცა. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. სენატორმა ბობ კორკერმა კომიტეტის სახელით დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თბილისის სტრატეგიული დისკუსიის ფორმატში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სისტემაზე სასაუბრო დიპლომატებს, საკანონმდებლო აღმასრულებელი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან მიმართებაში უსაფრთხოების ახალი სისტემის ხარვეზებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. შესაძლებელი იყო კოორდინირებული მუშაობა თუ პოლიტიკური ნება იქნებოდა ყველა იმ სტრუქტურის, რომელიც მოწოდებულია ქვეყანაში
თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო საკონსტიტუციო პროექტი ნათლად აჩვენებს იმას, რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში მოშლილი არის ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც მოწოდებულია ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის მიმართულებით სამუშაოდ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ფილიპ ბენეტს შეხვდა. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასა. ჩვენი 4 პუნქტიანი განვითარების გეგმა და ის 4 წლიანი სტრატეგია, რომელიც აქვს შემუშავებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკ საქართველოსთან მიმართებაში არის აბსოლუტურ თანხმედრაში. ყველა ის მიმართულება, რომელიც ასახულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტრატეგიაში, პრაქტიკულად ემთხვევა ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიას, რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ერთი მიმართულებით და საბოლოო შედეგი გაცილებით უფრო კარგი დაგვიდგება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციები საქართველოში 3 მილიარდზე მეტს აღწევს. ტყიბულის შახტაში 14 საათიანი სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. სამთო მაშველებთან ერთად ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტორებიც. ტყიბულში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში გუშინ დაახლოებით 18 საათზე მოხდა. უცამძიმლებთ საქართველოს მოქალაქეებს, ტყიბულელებს, მაღაროელებს, რა თქმა უნდა მათ ოჯახებს. ეს უზარმაზარი ტრაგედიაა. სამწუხაროდ ჩვენ გვქონდა ბოლო მომენტამდე იმედი, რომ რაღაც პატარა შანსი მაინც იყოს დარჩენილი. ამის შემდეგ რა შეგვიძლია ვთქვათ? რა თქმა უნდა დაზრალებულების და ღუღლების ოჯახს ყველა სახის კომპენსირება გაეწევა, როგორც კომპანიისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. რაც მთავარია, ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და გამოძიების შედეგების შესაბამისად ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი. დიდი ტრაგედია გვაქვს, პირველ რიგში მინდა რომ მიუსაძირო გარდაცვლილების ოჯახებს, მთლიანად მაღაროელებს, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. სამხედრო სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი იქნა 4 გარდაცვლილი მაღაროელი. მიმდინარეობს გამოძიება, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები და მიზეზებზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ. გამოშვებას საერთაშორისო ახალი ამბებით განვაგრძობთ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, დაუყოვნებლივ შეუდგებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტზე კანდიდატურის შერჩევას. გადაწყვეტილებაში მიზეზად დასახელებულია, რომ მან ვერ შესძლო გამოძიების ფედერალური ბიუროს ეფექტურად მართვა. ჯეიმს კომი ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს 2013 წელს დაინიშნა. ნატო უახლოეს ხანში ავღანეთში არასაომარი კონტინგენტის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. აღნიშნული შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ნატო ავღანეთში საომარი მისიას არ დაუბრუნდება. ეს მისია დამხმარე და საწვრთნელი იქნება. აღნიშნა მან. მისივე თქმით, ამ საკითხს დეტალურად ნატოს სამიტზე განიხილავენ, რომელიც 25 მაისს ბრიუსელში გაიმართება. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პოლიტრა ნიუსმა გაავრცელა. შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელი მარმარილოს ზღვის ნაწილი ნარინჯისფრად შეიღება. მეცნიერთა თქმით, ნარინჯისფერ დინებას პლანქტონების განსაკუთრებული სახეობის გამრავლება იწვევს, რომელთა დანახვა შეუარაღებელი თვალით არის შესაძლებელი.
პლანქტონების ეს სახეობა გარეგნულად მედუზას გავს. სინამდვილეში სულ სხვა სახეობას განეკუთვნება, მისი პოვნაკი თურქეთის ნებისმიერ სანაპიროსთან შეიძლება. მეცნიერთა განმარტებით გაზაფხულზე, როდესაც ბუნება იღვიძებს, პლანქტონებიც აქტიურდებიან და სწრაფად მრავლდებიან, რაც იმხელა მასშტაბებს აღწევს, რომ ზღვის წყლისთვის შეფერილობის შეცვლა შეუძლია. იაპონიაში სარკინიგზო კომპანიამ მგზავრებს ძვირადღირებული მომსახურება შესთავაზა. მოგზაურობა იაპონიაში კეთილმოწყობილი მატარებლით, გამჭვირვალე ვაგონებით, აბაზანითა და შეფსარეულით. მატარებელი ფუტურისტული დიზაინის 10 ვაგონისგან შედგება. მასში 34 მგზავრი ეტევა. ვაგონები ძვირფასი მასალებითაა გაკეთებული, ყველაფერია კომფორტული მოგზაურობისათვის, მაგრამ ყველაზე საინტერესო ადგილები პირველად ბოლო ვაგონებშია. აქ უზარმაზარი პანორამული ფანჯრებია, საიდანაც მგზავრებს შეუძლიათ იაპონური პეიზაჟების დათვალიერება. ყველაზე ძვირადღირებულ ნომერში სხვადასხვა დონეზე განთავსებული 3 ოთახია, საძინებელი, სასტუმრო და აბაზანა. მაღალი ფასების მიუხედავად კომფორტული ტურიზმი იაპონიაში პოპულარული აღმოჩნდა. 2018 წლამდე ყველა ბილეთი გაყიდულია. პირველი ტურისტები სამოგზაუროდ 1 მაისს გაემგზავრნენ. გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. 2017 წლის ევროფესტივალის ფინალს ქართველი კონკურსანტი თამარ გაჩეჩილაძე ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. მისი საკონკურსო სიმღერა ნახევარფინალისთან რეიტინგულ ნომერს შორის ვერ მოხვდა. ევროვიზიის ნახევარფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართა. პირველი ნახევარფინალური ტური გადალახეს მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, საბერძნეთმა, შვედეთმა, პორტუგალიამ, პოლონეთმა, სომხეთმა, ავსტრალიამ, კვიპროსმა და ბელგიამ. ზაზა ფაჩულიას Golden State-მა NBA-ის play-off-ის მეორე რაუნდიც მშრალი სერიით მოიგო. 4-0 დაამარცხა იუტა ჯაზი და NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა. თავის 14 წლიან ამერიკულ კარიერაში ფაჩულიამ 17 სეზონში ითამაშა play-off-ში. ერთ სეზონში 11 მატჩი, რაც კარიერის რეკორდია. ჯამში ფაჩულიამ play-off-ში სულ 59 მატჩი ჩაატარა, აქედან 19 სასტარტო შემადგენლობაში. დღის მთავარი ახალი ამბები ნინო სამნიაშვილმა გაგაცანით. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილი საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი გვიყურეთ სილქნეძე, მაგთისაცე და მაი ვიდეოზე. ნახვამდის.